კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალ ღამის სერენადების მრავალწლიანი ისტორია გრძელდება. ღამის სერენადები 2016 მისი დამფუძნებლის, მსოფლიოში ცნობილი მევიოლინის ლიანა ისაკაძის იუბილისადმი მიძღვნილი გალა კონცერტით დასრულდა. შესრულების გამორჩეული არტისტული მანერისა და ვირტუოზულობის გამო ლიანა ისაკაძე საუკუნის მევიოლინედაა აღიარებული. ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე კლასიკური მუსიკის შედევრები ლიანა ისაკაძემ, მსოფლიო კამერულმა ანსამბლმა, ვირტუოზები და მსოფლიოში ცნობილმა სხვა მუსიკოსებმა შეასრულეს. ლეგენდარულმა მევიოლინემ და დირიჟორმა, საერთაშორისო ფესტივალის უცვლელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ლიანა ისაკაძემ ფესტივალის ფარგლებში ერთგული ქართველი მსმენელისთვის დაუვიწყარი მუსიკალური საღამოები ბათუმში, ანაკლიასა და თბილისში გამართა. კლასიკური მუსიკის ფესტივალი ღამის სერენადები ლიანა ისაკაძის ინიციატივით 1982 წელს აფხაზეთში დაარსდა და 8 წლის განმავლობაში ბიჭვინთაში დიდი წარმატებით ტარდებოდა. აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ ღამის სერენადებმა არსებობა შეწყვეტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ ისევ შავი ზღვისპირეთში ბათუმში განახლდა. წლების განმავლობაში ფესტივალისადმი არსებულმა დიდმა ინტერესმა მისი გაფართოება განაპირობა. 2014 წლიდან ღამის სერენადებს თბილისიც მასპინძლობს. წელს კი ფესტივალი პირველად ანაკლიაში აღჟღერდა და მისი სლოგანიც შესაბამისი იყო: ღამის სერენადები ყველაზე ახლოს აფხაზეთთან. ეს საღამო ლიანა ისაკაძისა და მისი მეგობრების მუსიკალურ გზავნილად იქცა აფხაზეთში, იქ სადაც ეს გრანდიოზული ფესტივალი დაიბადა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ანაკლიაში ჩატარდა ამჯერად. ეს იყო პირველად ჩატარებული ეს კონცერტი, რომელიც არის გვერდით, აი ჩემი უსაყვარლესი აფხაზეთის გვერდით. და სადაც მე დავიწყე ამ ფესტივალის ჩატარება 82 წელში. მინდა რომ აუცილებლად უნდა ისე აღსდგეს, იმიტომ რომ იქ იყო ტაძარში ეს ფესტივალი ტარდებოდა. ანაკლიაშიც იმიტომ დაუკარით, რომ ღიაცის ქვეშ იყო ესა. თითქოს დაუბრუნდით ჩემ შექმნილ აი ამ ფესტივალს, რომელიც ტარდებოდა ბიჭვინთაში. იქ რო იყო მსმენელი, ეს იყო რაღაც გატენილი მთელი ეს ტაძარი. მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდა ხალხი. ეხლა ამასინაც კალიფორნიიდან მომწერა ერთმა Facebook-ში, რომ აიო მეო ვიყავიო იმ კონცერტზე, თურმე ისიც კი ყოფილა კალიფორნიიდან ჩამოსული ამერიკელი. აფხაზეთი არის ჩვენი, მე დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ დაუბრუნდებით ისე. იმიტომ რომ იქაც ხალხია, ჩვენი ხალხია, რომელსაც გულში მარტო სიყვარული აქვს. სანამ ულამაზესი აფხაზეთი კვლავინდებურად ღამის სერენადებს უმასპინძლებს, რისი მეცაც ქალბატონი ლიანა არ კარგავს, მანამ ფესტივალი ანაკლიაში ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ის ყოველწლიურად ჩატარდება. თქვენ იცით, რომ ზუგდიდში ინახება ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი კვართი, ღვთისმშობლის შესამოსელი და აი ამ კვართის ასლი გადმოგცათ მეუფე გერასიმე. არ გადამლიო. მე როგორი მადლობელი ვარ, არ ვიცი, სიტყვები არ ყოფნეს. ურმესი მადლობა.